მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიესალმებით ჩვენს ძვირფას აუდიტორიას, დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი, რომელიც შეეხება ფორუმის განხილვას. პირველ რიგში, შესაძლოა ფორუმზე შემოხვალთ, აქ თქვენთან თუ დარეგისტრირებული ახართ და არც ავტორიზაცია არ გაქვთ გავლილი, დაიწერება აუცილებლად რეგისტრაცია. როდესაც რეგისტრაციას დააჭერთ და მეილს მიუთითებთ, შემდგომ ეგ მაგ მეილზე მოგივათ შეტყობინება, რომელსაც დაადასტურებთ თქვენ მეილს, შემდგომ ავტორიზაციას გაიურჩათ, შემოხვალთ. ფორუმზე დაგვხვდება შემდეგი რამ: ადმინისტრაციის შემადგენლობა, ტექნიკური განყოფილება, პროექტის განახლებები, ამნისტია, პროექტის ღონისძიებები. აქ შემადგენლობაა, ტექნიკურ განყოფილებაში გადავიდეთ ბარემ, დააგიხსნით სად რა როგორ და რანაირად და რა იწერება. ზოგადი წესები გვაქვს, აქ ადმინისტრაციის წესები, ორგანიზაციების წესები, პროექტის მედია პარტნიორობა. აქ სახელმწიფო ფრაქციების იურისდიქცია, სისხლის სამართლის კოდექსი, სპეცოპერაციის წესები, კონსტიტუცია. რაც შეეხება სერვერის განყოფილებაში, საჩივარი ადმინისტრატორზე, საჩივარი მოთამაშეზე, ეს ორიც გვჭირდება. ეს სამი არის, რაც ძირითად შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ხოლმე. რაც შეეხება ამნისტიას, თუ სიტყვაზე სერვერზე ხარ ისეთი მოთამაშე, რომელსაც ბევრი რაღაცა აქვს დაშავებული და დაგაპაღურეთ, შეგიძლიათ დაწეროთ ამნისტია და ასე ვთქვათ, გამოისკრეთ თქვენი დანაშაული, რაღაც ცოტა ისე მიხვდეთ თქვენ დანაშაულს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და რაღაცა მოტყუებით არა და შეიძლება ამნისტია შეგეხოთ. რაც შეეხება ახლა შემდეგს, ტექნიკურ განყოფილებაში რა ხდება? ყოველ განყოფილებაში, სადაც სიტყვაზე საჩივარი იწერება, ან ეკაუნთი გაგინუდათ, ან ეკაუნთზე რაღაც პრობლემა გაქვთ, ყველგან საერთო წერია თავისი ფორმატი, განთავსების ფორმატი და რა ხდება. მაგალითად, გადავიდეთ ხა ტექნიკურ განყოფილებაში და ტექნიკური განყოფილებაში განთავსების ფორმატში. აქ წერია ესეთი რაღაც: პერსონალის სახელი, თარიღი სერვერზე, თარიღის ხარვეზის უბრალოდ და პრობლემის, სრული აღწერა სიტუაციის, დამადასტურებელი საბუთი, ტაიმკოდი, ანუ ტაიმსტამპი და თქვენი დისკორდი. რა ხდება? ამას მოვაკოპირებთ ესე მარტივად. თემის დაპოსტაში შევალთ. აქ ჩავაკოპირებთ ამ ყველაფერს და მარტივად შევავსებთ. აქაც სათაურში მიუთითებთ მაგალითად რა პრობლემა გაქვთ. აქ მიუთითებთ პერსონაჟის სახელს, თარიღი ხარვეზის და ასე შემდეგ მოკლედ. შემდგომ დამადასტურებელ საბუთს დაურთავთ აი აქ attach ფაილით. თუ სიტყვაზე ვიდეოა თქვენი დამადასტურებელი მოწყობა, აუცილებელია რომ YouTube-ზე ატვირთოთ ეს ყველაფერი და ჩააგდოთ ვიდეოს ლინკი და ფოტოს შემთხვევაში აი ამას მიუთითებთ და ატვირთავთ ასე ვთქვათ ფოტო მასალას. აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე ეს განთავსების ფორმატი, რამე არ გამოგჩეთ. შემდგომ, როდესაც ამ ყველაფერს გამოაგზავნეთ, ჩვენი ტექნიკური ადმინისტრაცია ამ ყველაფერს გადაამოწმებს, ფორმატი სწორედ არის დაცული თუ არ არის და მიუთითებს სიტყვაზე თუ აი მაგალითად არის აქ უარყოფილები არის, დადასტურებული საჩივრები და ასე შემდეგ. ანალოგიური შემთხვევა ხდება აქაც. ადმინისტრატორის საჩივარზე განთავსების ფორმატი გადავალთ აქ, ამასაც ანალოგიურ შემთხვევაში წავიკითხავთ და მოვაკოპირებთ, რაც საჭიროა და ანალოგიურად საჩივარი მოთამაშეზე. წავიკითხავთ, ამ ყველაფერს მოვაკოპირებთ მოთამაშის საჩივრის შემთხვევაში, შემდგომ ყველგან სადაც ესეთი ასე ვთქვათ საჩივრის ან დახმარების განთავსების ფორმატია, თემის დაპოსტვა წერია, აქ ჩავსვავთ, აქ სახელწოდებას მიუთითებთ, ხოლო აქ მიუთითებთ იმ დაკოპირებულ ფორმატებს, რაც გვჭირდება ჩვენ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში ან დახმარების შემთხვევაში. მარტივია ეს ყველაფერი, თქვენ მონდომებაზეა უბრალოდ ეს ყველაფერი და არ უნდა დაიზაროთ ხოლმე რაღაცა დარღვევის შემთხვევაში ან ადმინისტრატორის ან სიტყვაზე ბანი დაგედოთ და არასწორად გადავთ, აუცილებლად უნდა დაწეროთ ფორუმზე. სერვერს აქვს თავისი წესები, ამ წესებს უნდა გაუფრთხილდეთ და უნდა მიყვეთ. ეს ვიდეო ამით დასასრულს მივუახლოვ და დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ ზარის ხილაკი. აბა ხედავ.